საქართველოში წმინდა ძლევა შემოსილი გიორგი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი წმინდანია. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ამის დასტურად იმის დამოწმებად საკმარისი იქნებოდა, რომ არსებობს 365 ლოცვა წმინდა გიორგის სახელზე შედგენილი. ეს ლოცვები ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ შემოგვინახა და დაკავშირებულია წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებთან, ხატებთან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან. გარდა ამისა, საქართველოში არსებობს წმინდა გიორგის 365 წმინდა ნაწილი. არა არის ბორცვი და მაღალი გორაკნი, რომელსაც ზედა არა იყოს შვენიერი, ეკლესიანი წმინდისა გიორგისანი, წერს ვახუშტი ბატონიშვილი. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს დღემდე გეორგიად, გურჯისტანად, ჯორჯიად რო იხსენიება, ანუ ყველა ეს სახელი წმინდა გიორგისთანაა დაკავშირებული. ცნობილია წმინდა გიორგის ტაძრების მოხატულებები იკვისა, ფავნისისა, ბოჭორმისა, სადაც ვრცელი ციკლებია და ბრწყინვალე ნიმუშებია ეს ფრესკული მხატვრობისა და ხატებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ეს ცხოვრებიანი ხატი უბისის მონასტრიდან, სადაც დიდი ზომის ხატზე ცენტრალურ ნაწილს იკავებს მთელი ტანით მდგარი წმინდა გიორგი, მის ფეხებთან არის განრთმული ხატის დამკვეთი და შემწირველი ბერის ჩოხაში ჩაცმული პიროვნება, ბერმონაზონი და ზედა კუთხიდან აკურთხებს წმინდა გიორგის ცხოვარი და ეს კურთხევა რა თქმა უნდა მავედრებელ ქტიტორთანაც მიდის და ჩარჩოზე ამ ხატისა 20 სცენაა მოთავსებული. ეს უნიკალური შემთხვევა, სინას მთაზეა მხოლოდ პარალელური ხატი, ამის მსგავსი ქართველი ხუცეს მონაზნის, მღვდელმონაზნის შეწირულია, წარწერა მოწმობს ამას. უადრესი ნიმუშები მე-6 საუკუნით თარიღდება და აქედან მოყოლებული შემდეგ უკვე მთელი შუა საუკუნეების მანძილზე და დღესაც არ არის ტაძარი, სადაც არ იყოს გამოსახული წმინდა გიორგი, არ არის ტაძარი, სადაც მისი ხატი არ იყოს დაბრძანებული, თუ ტაძრები რელიეფით არის შემკული, ესეთი საფასადო სკულპტურით, მაშინ ამ თემატიკაში, ამ რელიეფების აუცილებლად წმინდა გიორგიც არის ხოლმე ჩართული და თუ ტაძარი მიძღვნილია წმინდა გიორგისადმი ან მონასტერი, რა თქმა უნდა, იქ აი ამ საეკლესიო ხელოვნების ყველა დარგში ძალიან კარგად ჩანს მისდამი პატივის მიგება. ადრეულ ნიმუშებს პარალელურად ახლავს საქართველოშიც უკვე წმინდა გიორგის გამოსახულებები. უძველესი მათ შორის შესრულებულია ქვაზე კვეთის ტექნიკით, აღეგის სტელაზე მე-6 საუკუნის და ამის შემდეგ უკვე წებელდის რელიეფებზე გვხდება გველდესის კანკელის ფილებზე მე-6-7 საუკუნით, მე-8 საუკუნით დათარიღებული გამოსახულებები, მარტვილის საფასადო გაფორმებაში გვხდება მარტვილის ტაძრისა და ისეთი ფერწერული გამოსახულებები წმინდა გიორგისა, ფრესკები, ხატები, დაფაზე ნაწერი, ჭედური ტექნიკით შესრულებული ხატები ძალიან დიდი რაოდენობით არის. ახლა შემოდგომაა გიორგობის თვე. ასე უწოდებდნენ ძველად საქართველოში ნოემბრის თვეს და ესეც წმინდა გიორგის სახელთან იყო დაკავშირებული. 23 ნოემბერს საქართველოში მეორედ აღინიშნება გიორგობა. ყოველივე ეს ძალიან კარგად იცის ყველა ქართველმა და საქართველოში ცხოვრება სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა. გიორგობასთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ ვეწვიეთ წყლეთისა და ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოს ლევან ფიროსმანაშვილს. დავთხოვეთ იაბლა ჩვენთვის წმინდა გიორგის ხატებზე, მათში გამოხატულ სიმბოლიკაზე. წმინდა გიორგის ცხოვრებამ, მოწამეობის ღვაწლმა, სახემ და კონკრეტულმა თემატიკამ დიდი ყურადღება მიიპყრო, როგორც საღვთისმეტყველო შინაარსით, ასევე ხელოვნების თვალსაზრისით. ყველაზე ნიშანდობლივია, რომელიც მეტად სიმბოლიკური გახდა ძლევის ხატი, როდესაც წმინდა გიორგი ამხედრებულია ცხენზე. პერიფერიულ სკოლებში მეტად ინდივიდუალური და თავისუფალი დამოკიდებულება აქვს წმინდა გიორგის ამ ხატისადმი, რომელსაც ძლევაი ქვია.
ძლევა ამ შემთხვევაში ზუსტად გამოხატავს იმ მდგომარეობას, როდესაც წმინდა გიორგი ამხედრებულია ცხენზე და იგი ამარცხებს ბოროტებას. არის ორი თემა ფიგურირებს, გველეშაპი ან დეოკლეტიანე. ამ შემთხვევაში დეოკლეტიანე იგულისხმება ის დაპირისპირება ქრისტიანობისადმი, რომელსაც ბოროტება მოქონდა სამყაროში და ქრისტეს რწმენას ებრძოდა. ამ შემთხვევაში არანაირად არ იგულისხმება ის პიროვნული დაპირისპირება არც ქრისტიანთაგან, მით უმეტეს არც წმინდა გიორგისგან, ვინაიდან წმინდა გიორგის ცხოვრებას თუ კი გადავხედავთ, მას რაიმე ადამიანის პიროვნებისადმი შეურაცხყოფელი ან საწინააღმდეგო გამონათქვამი იმპერატორისადმი არ დაცდენია. პირიქით იგი ხნეთ წარმოაჩენდა და ამტკიცებდა თავის რწმენას და ასევე შეაგონებდა პირიქით. რაც დევნი მათ ასაცილოდა წმინდანი დაეცვა ქრისტიანები მრისხანი იმპერატორისაგან, ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებას აღიარებენ. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა თავის საყვარელი ხედამთავრის გიორგის ბასრი დანებით ასხულ ბორბალზე დაკვრა. მაგრამ ძლევა შემოსილი ამის შემდეგაც უნებელი რომ წარსდგა მის წინაშე ალექსანდრამ დიოკლეტიანის მეუღლემ. იქვე აღიარა ქრისტე და ცხონდა კიდეს, რადგან იგი სიცოცხლეს ცოტა ხანში გამოასალმეს წმინდა გიორგისთან ერთად. ისეთ სკოლებში, სადაც თითოეულ ხატვარს ავთენტურად ქონდა ინდივიდუალური ხელწერა, იქ არის ერთი საინტერესო ხედვა, რომელიც მთლიანად ქრისტიანულ შეგნებაზე და ღვთისმეტყველებაზეა დამოკიდებული. ხედარი და ცხენი ურთიერთმიმართებაში დისპროპორციულნი არიან, ერთგვარად ადინამიურად ჩანს, თუმცა თუ კი შეხედავთ, მეტად დინამიურია და მეტად სასიამოვნოა თვალის საცქერელად, ვიდრე თქვათ თანამედროვე აუცილებელი პროპორციებით დაცული გამოსახულება, მხატვრობა. და ძირითადი აზრი სწორედ რაში მდგომარეობდა ის ქრისტიანული პრინციპი, რომელსაც ასეთი მხატვრები იცავდნენ. ხშირ შემთხვევაში თავად მხედარი, ანუ წმინდა გიორგი, ზომით აღემატება ცხენს და შემდეგ გველეშაპი ან ბოროტება უფრო მცირე ზომის არის. რაც ასეთ სწავლებას მიუთითებდა, წმინდა გიორგი განასახიერებდა სულს, სული ამხედრებულია და ძლევდა ხორცს, სული უმჯობეს არს, როგორც წმინდა წერილის სწავლება გვაუწყებს და შემდეგ იგი თრგუნავს მასში არსებულ ბოროტებას, რომელიც ნების სახით შემოეპარება ადამიანს და როგორც არის თავიდან დაბადებაში ნათქვამი, რომ თესლი დედაკაცისა შემოსრავს და ამ შემთხვევაში ჩვენში აღდგომის სწავლება არის ძირეული და როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ თვინიერ აღდგომისა ყოველივე ჩვენი სწავლება ამაო არის. ამ შემთხვევაში სწორედ ძლევაის სახე ახლოს დგება აღდგომის თემასთან და აღდგომა კიდე არა უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვრის აღდგომის მოვლენასთან არის დაკავშირებული, არამედ ზოგადად თითოეული ადამიანის ან კაცობრიობის ზოგადად თუ ინდივიდუალურად აღდგომასთან უშუალო კავშირში. იქადაგა ამ ხატმა ქრისტიანობის თეზისი გამარჯვება ბოროტებაზე, სულის ამხედრება სხეულზე და სწორედ ნების დათრგუნვა და ადამიანის გარდასახვა. მაშინდელი მხატვრები სწორედ ამიტომ შეეცადნენ, რომ სხეულის გამოსახულებით ერთგვარი სულიერი მდგომარეობა გადმოეცათ. ეს არა მხოლოდ წმინდა გიორგისადმი იყო ამგვარი დამოკიდებულება, არამედ ზოგადად წმინდათა გამოსახულებებში. და ქრისტიანულ სამყაროში ცნობილია წმინდა გიორგის დამახასიათებელი ნაკვთები ხუჭუჭა, თმები, ხვეული თმები, მორკალური წარბები, ბავშვური სახე, ტანთხელობა და ახოვანი აღნაგობა. ეს იყო ძირითადი ნიშან-თვისებები, იყო და არის, რომელიც წმინდა გიორგის პორტრეტულ იერსახეს გადმოცემს, ზოგადად მაინც ამ შემთხვევაში იკონოგრაფიამ არა მხოლოდ საეკლესიო გამოსახულება, არა მხოლოდ უბრალოდ წმინდათა ცხოვრების აღწერა მოემსახურა, არამედ უკვე კონკრეტულად იმ აზრის გადმოცემას ემსახურებოდა და ემსახურება, რასაც ქვია წმინდანის სულიერი მხარე, ზეციური მხარე, რისთვისაც იხთვის. ფაქტიურად ამა თუ იმ ფაქტორით, როდესაც მისი მიწიერი სარბიელია გადმოცემული, იგი მაინც მოიაზრება როგორც ზეცაში მყოფი და არა ოდესღაც ისტორიულად არსებული პიროვნება. ამ ხატზე არსებული ტაძარი სახავს ქრისტეს რწმენას და
მარჯვნივ გამოსახული გოდოლი კი რწმენის სიმტკიცეს, რომელ სიმტკიცეზე და კლდეზეც თავისთავად წმინდა გიორგი იყო დაფუძნებული. მწვანე გარემოთი არა უბრალოდ ნატურაა გადმოცემული, არა უბრალოდ პეიზაჟია გადმოცემული, არამედ ნაჩვენებია ის ცხოველმყოფელი სამყარო, ის სიცოცხლის მომცემელი სამყარო, რომელიც წმინდა გიორგიმ მოიპოვა. ოქროს და მწვანეს დაპირისპირება, ურთიერთმიმართება, ამ შემთხვევაში სწორედ ამას ახსახავს ზეციური დიდება ოქროსფერი ბუნებით და მწვანე ცხოველმყოფელი სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლე, რომელიც მაცხოვარმა მოგვანიჭა. სიმბოლურადაც ფარი მწვანე ტონებშია გადმოცემული ქრისტეს სიცოცხლე, მადლი, ცხოველმყოფელი მადლი არის დამფარველი ადამიანისა და თუ კი დაუკვირდებით, მისი საჭურველი არ ასახავს იმ ყოვლისშემსრულელ საჭურველს, არამედ სიმბოლურად არის ნაჩვენები, რითაც ზეციური ძალმოსილება, ზეციური სიმსუბუქეა ჩადებული და ხედარიც ოქრო სამოსით არა მისი მისიერი ბრწყინვალებაა ნაჩვენები, არამედ ნაჩვენები არის მისი ქრისტეს შემოსილება, ქრისტეს მხედარი, როგორც ძლევა შემოსილი და ღმერთ შემოსილი ეწოდება დიდმოწამე გიორგის. ზოგადად წმინდა გიორგი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ქრისტეს მხედარი სახე თითოეული ქრისტიანისა და მისი სიყვარული, მისი პატივისცემა არა მხოლოდ მისმა ცხოვრებამ და მარტულობამ გამოიწვია, არამედ ზოგადად მთლიანად მისმა მოღვაწეობამ, რაც სიმბოლო გახდა ქრისტიანის ცხოვრებისა, ღერძი გახდა და ზოგადად წმინდა გიორგი იქცა ხატად ქრისტიანისა. ნათელყავს 7 წელს სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდ წმინდმოწამეთა მთავარო, ხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით გვიხსენ ჭირთაგან და მე ოქვეყავ წინაშე ღვთისა.